სამყაროში უამრავი მითი არსებობს, რომლებიც საზოგადოებაში ძალიან გავრცელებულია. ბევრი მათგანის იმდენად სჯერა ხალხს, რომ შეიძლება ვერაფრით დაარწმუნო მათ სიცრუეში. ჩვენ დღეს მოგიყვებით 21 ასეთი მითის შესახებ, რომელიც ყველას სიმართლედ მიაჩნია. სინამდვილეში კი უბრალოდ ხალხში გავრცელებული მითებია. პირველი, აკრძალული ნაყოფი. ბიბლიაში მოთხრობილია ედემის ბაღში არსებული ორი განსაკუთრებული მცენარის შესახებ, რომლებსაც ერქვა სიცოცხლის ხე და კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე. სიცოცხლის ხის ნაყოფის ჭამის უფლება ადამიანსა და ევას თავიდანვე ჰქონდათ, ხოლო კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა ეკრძალებოდათ. მათ ეს ნაყოფი მაინც შეჭამეს. მრავალი საუკუნეა გავრცელებულია მითი, რომ ეს აკრძალული ხილი ვაშლი იყო, თუმცა ბიბლიაში ედემის ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ არის დასახელებული. მეტიც, შესაძლებელია ეს ხეც და ნაყოფი სიმბოლო იყოს და საერთოდ არ იყოს ხეზე საუბარი. მეორე, ნიუტონი და ვაშლი. ვაშლის რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული ამბავიც ლეგენდაა და არც ამის დამადასტურებელი წყარო არსებობს. დედამიწის მიზიდულობის კანონზე მუშაობისას ნიუტონი თავის სოფელში იმყოფებოდა. ეს ლეგენდას თითქოს კიდევ უფრო აახლოვებს რეალობასთან. თუმცა არსებობს ისააკ ნიუტონის თანაკურსელის, უილიამ სტაკლის ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ნიუტონი უცნობ თანამოსაუბრეს ჯერ კიდევ დაუსრულებელ თეორიას აცნობს. ამ პროცესში კი მაგალითად მოყავს ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი, რომელიც რატომღაც მაინც და მაინც ქვევით ვარდება და არასდროს სხვა მიმართულებით. ასევე აღნიშნავს, რომ ამ მაგალითზე ადრეც უფიქრია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის ხშირად იყენებდა ამ მაგალითს თავისი თეორიის ასახსნელად, უკეთესი ვიზუალიზაციისთვის. მესამე, ვიკინგების რქიანი ჩაფხუტები. რქიან ჩაფხუტებში ვიკინგების გამოწყობის იდეა დაიბადა მე-19 საუკუნეში. ეს იყო რიჰარდ ვაგნერის ბეჭდის ციკლი, გერმანელი კომპოზიტორის 4 ოპერისგან შემდგარი ციკლი, რომელიც ძირითადად სკანდინავიური საგების პერსონაჟებზეა დაფუძნებული. ამ ოპერაში კოსტუმების დიზაინერმა კარლ ემილ დოეპლერმა 1870-იან წლებში შექმნა რქიანი ჩაფხუტი ვიკინგი პერსონაჟებისთვის და ასე დაიბადა მითიც. რეალურად ვიკინგებს ასეთი ჩაფხუტები არასდროს ჰქონიათ. კინოსამყარომ, თეატრმა და ხელოვნების სხვადასხვა დარგმა კი ეს გამოგონილი სტილი დღემდე შემოგვინახა. მეოთხე, სპარტა და სუსტი ჩვილები. არსებობს გავრცელებული ლეგენდა, რომლის მიხედვითაც სპარტანელები სუსტ ან მახინჯ ჩვილებს კლდიდან აგდებდნენ. აქ საუბარია ტაიგეტის მთაზე, რომელიც სპარტასთან მდებარეობს. თუმცა ტაიგეტის მთაზე არის ტყე, სადაც სინამდვილეში ტოვებდნენ ჩვილებს. მართალია ეს დიდად არ ცვლის შინაარსს, თუმცა კლდიდან გადაგდების ფაქტი ჩამატებულია და სპარტანელები ბავშვების ტყეში დატოვებით შემოიფარგლებოდნენ. მეხუთე, ჯორდანო ბრუნო. ბევრს დღემდე ჰგონია, თითქოს ჯორდანო ბრუნო კათოლიკურმა სამყარომ ინკვიზიციის ცეცხლზე იმის გამო დაწვა, რომ დედამიწის სიმრგვალეს ამტკიცებდა. რეალურად საქმე სხვაგვარად იყო. სამყარომ უძველესი დროიდან იცის, რომ დედამიწა მრგვალია და არა ბრტყელი. ეს ცნობილი იყო უძველეს ცივილიზაციებშიც, როგორიცაა ეგვიპტე, საბერძნეთი, რომი და ასე შემდეგ. ჯორდანო ბრუნო ეთანხმებოდა ნიკოლაი კოპერნიკის მოსაზრებას სამყაროს ჰელიოცენტრულობის შესახებ, თუმცა არც ეს იყო ინკვიზიციისთვის დიდი გამოწვევა. საქმე ის გახდათ, რომ ჯორდანო ბრუნოს თეორიებში იკვეთებოდა ერესები. იგი თვლიდა, რომ ღმერთი და სამყარო თანადროულია, ხოლო სამყაროს არსებობა ეს ღმერთის გამოვლინებაა. სამყარო და ღმერთი ერთმანეთის არსებობას ადასტურებს და ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. იმავდროულად ჯორდანო ბრუნო წერდა სტატიებს, სადაც თამამად ლანძღავდა კათოლიკური სამყაროს იერარქებს თავისი იდეების დასაცავად. ის ჯერ მრავალჯერ გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან, ამის შემდეგ მთელი 8 წელი ტყვეობაში გაატარა, თუმცა არ დანებდა და საბოლოოდ იგი ინკვიზიციის ცეცხლზე დაწვეს. მეექვსე, ხარი და წითელი ნაჭერი. დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მითი, რომ ხარს წითელი ნაჭერი აღიზიანებს და იწვევს, რაც კორიდებზე ხშირად გვინახავს. ეს სინამდვილეში არასწორია. ხარი დალტონიკია და ფერების აღქმა საერთოდ არ შეუძლია. ნაჭერი წითელია მხოლოდ სანახაობისთვის, რათა ყველასთვის შესამჩნევი იყოს. ამავდროულად ესპანურ კულტურაში წითელი ხშირად გამოყენებული ფერია, მაგალითად ფლამენკოს კაბები ან თუნდაც დროშის ფერი. ხარის რეაგირება წითელზე კომედიურ ფილმებსა და მულტფილმებშიც გამოიყენეს, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მითის გავრცელებას. ხარს კი აღიზიანებს ამ ნაჭრის რხევა და მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო წითელ ფერთან. მეშვიდე, ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი. არსებობს მითი, რომ ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი არის ლურჯი ვეშაპი. მისი სიგრძეა 33 მეტრი. თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს გიგანტური მედუზა, რომელსაც უწოდეს არქტიკული ცინეა. ამ მედუზას სიგრძე მცირე და დაღემატება ვეშაპის სიგრძეს. ის 36 მეტრს აღწევს. მერვე, სირტაკი. სირტაკი ბერძნული ცეკვა არ არის. ის სპეციალურად შეიქმნა ფილმისთვის ბერძენის ზორბა 1964 წელს. მას შემდეგ ბევრს გონია, რომ ეს უძველესი ბერძნული ცეკვაა. მეცხრე, თავისუფლების ქანდაკების ფერი. თავისუფლების ქანდაკება ყოველთვის მწვანე არ ყოფილა. როცა ის შექმნეს 1885 წელს იყო ღია სპილენძისფერი. 30 წლის შემდეგ კი ის უბრალოდ დაიჟანგა
და მიიღო ის ფერი, რომელიც ახლა აქვს. მეათე, აინშტაინის ბავშვობა. არსებობს ლეგენდა, რომ მე-20 საუკუნის უდიდესი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი ბავშვობაში სუსტი გონებით ხასიათდებოდა. უცნობია, საიდან გაჩნდა ეს ცრუ ინფორმაცია. ხალხს უყვარს გენიოსების შესახებ ცრუ ფაქტების გამოგონება, რადგან ეს ხშირად მისტიურად და მიმზიდველად ჟღერს. მაგრამ ალბერტ აინშტაინი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა დიადი გონებით, თუმცა როგორც გენიოსთა უმეტესობას პრობლემები ჰქონდა ზოგიერთ მასწავლებელთან. ამან გამოიწვია მათ მიმართ გამუდმებული პროტესტი, რომელიც სავარაუდოა ხშირად ყოფაქცევაშიც მჟღავნდებოდა. ამიტომაც მასწავლებლები ამას ხშირად აღნიშნავდნენ და მშობლებსაც იბარებდნენ ხოლმე სკოლაში. შესაძლებელია, ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითის საფუძველიც. თითქოს ალბერტ აინშტაინი ბავშვობაში სუსტი გონებით გამოირჩეოდა. შემდეგ მასწავლებლებმა სკოლაში მშობლები დაიბარეს და მას შემდეგ დაიწყო კარგად სწავლა. განვითარება არ შეუწყვიტავს და გენიოსად ჩამოყალიბდა. მე-11. ნაპოლეონ ბონაპარტეს სიმაღლე. ფრანგი იმპერატორი სინამდვილეში დაბალი სულაც არ ყოფილა, როგორც ეს ადამიანთა დიდ ნაწილს მიაჩნია. იგი სიმაღლეში 1 მეტრი და 65 სანტიმეტრი იყო, რაც იმდროინდელი ევროპელი მამაკაცების სიმაღლის სტანდარტებით სულაც არ მიიჩნეოდა სიდაბლე. მე-12. კლეოპატრა მე-7 ეგვიპტელი არ ყოფილა. მართალია, კლეოპატრა მე-7 ეგვიპტის დედოფალი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის წარმოშობითაც ეგვიპტელი გახდა, როგორც ეს ბევრს გონია. კლეოპატრა იყო პტოლემაიოსების შთამომავალი. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მთელი დაპყრობილი სამყარო მისმა სარდლებმა, დიადოხოსებმა დაინაწილეს, რადგან ალექსანდრეს მემკვიდრე არ დარჩენია. ეგვიპტე კი წილად ხვდა პტოლემე დიადოხოს. სწორედ მისი შთამომავალი იყო კლეოპატრა მე-7-ც, რაც მის ბერძნულ წარმომავლობას ადასტურებს. მე-13. ალკოჰოლი არ ათბობს. ამ მითს ხშირად გაიგებთ ხოლმე. თითქოს ალკოჰოლის მიღება სიცივეში ან ყინვაში ეფექტურია, რადგან ის ორგანიზმს ახურებს და გათბობაში ეხმარება. თუმცა სიცივეში, როდესაც სისხლი ისედაც ცივია, ალკოჰოლი მხოლოდ სისხლძარღვებს აფართოვებს. შედეგად, გაფართოვებულ სისხლძარღვებში მოძრავი სისხლი უფრო იოლად ცივდება. ამიტომ ალკოჰოლმა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წუთით გაგათბოთ, მაგრამ ამ დროის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო შექცივდება. მე-14. ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს არ იყენებენ. სხვა მითებთან ერთად ხშირად გაიგებთ ამ მითსაც. თითქოს ჩვენ ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ. ზოგ მითში ეს პროცენტულობა 5-6-ის ტოლია, ზოგან კი 40-45-ის. სინამდვილეში ყველა მათგანი სიცრუეა. ჩვენ ვიყენებთ ტვინის 100%-ს. ამას აჩვენებს ენცეფალოგრამი, რომელიც ტვინის მთელ სურათს აწითლებს, რაც ნიშანია იმისა, რომ ტვინი 100%-ით საქმეშია. სავარაუდოდ, ამ მითის ავტორებს უნდოდათ ეთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ იმის 10%-ს ვავითარებთ, რაც ტვინს პოტენციურად შეუძლია. მე-15. გვამებს თმები და ფრჩხილები არ ეზრდება. სინამდვილეში, როცა ადამიანი კვდება, კვდება ყველა უმცირესი ნაწილაკიც კი, რომელიც სიცოცხლის უნარიანია. შესაბამისად, გამორიცხულია რაიმე სასიცოცხლო პროცესი წარიმართოს ჩვენს ორგანიზმში სიკვდილის შემდეგ. რაც შეეხება თმებსა და ფრჩხილებს, ეს მხოლოდ გვეჩვენება, რადგან სხვა ყველაფერი იხსნება მარტივად და სწრაფად თმისა და ფრჩხილებისგან განსხვავებით. ამიტომ ჩნდება ვიზუალური ეფექტი. ფრჩხილები და თმები კვლავ გრძელია, ხოლო სხეულის სხვა ნაწილები ნელ-ნელა ქრება. მე-16. სირაკლემას პოზა. სირაკლემა რომ მიწაში თავს ყოფს საფრთხისგან დასაცავად და გონია, რასაც არ ხედავს, არ ხდება, აბსურდია. ეს მითი ეკუთვნის რომაელ სწავლულს პლინიუს უფროსს. პლინიუსის ჩანაწერებში ხშირია დაუდასტურებელი ფაქტები. სინამდვილეში სირაქლემები თავს მიწაში კიდებენ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ გრძელი კისერი დაასვენონ. ამ გზით დამალვა კი არასდროს უფიქრიათ. მე-17. მუსტანგის მითი. გარეული ცხენი მუსტანგი ხშირადაა ვესტერნულ ფილმებსა და მულტფილმებში. აქ ისინი წარმოჩენილნი არიან როგორც მაღალი, ძლიერი აღნაგობის ჯიშიანი ცხენები, რომლებთანაც შესაძლებლობით ახლოსაც ვერ მივა შინაური ცხენი. მეტიც, მასზე ინდიელებიც ხშირად არიან ამხედრებული. დავიწყოთ იმით, რომ ინდიელებს ცხენები საერთოდ არ ყოლიათ. ამერიკის კონტინენტზე ცხენი პირველად ესპანელებმა ჩაიყვანეს. შემდეგ ეს ცხენები გამრავლდნენ და გაველურდნენ. გაველურებული ცხენები კი საერთოდ არ ჰგავდნენ ფილმებში წარმოჩენილ მუსტანგებს. ისინი ძალიან გამხდარი და დაუძლურებული იყვნენ. რაც შეეხება ინდიელებს, ისინი არც შემდეგ ჯდებოდნენ მათზე. ისინი ცხენებს მხოლოდ საკვებად იყენებდნენ. მე-18. საკვები პროდუქტები რეკლამებში. რეკლამებში საჭმელი ძალიან მადის აღმძვრელად გამოიყურება ხოლმე. ეს საჭიროა, რათა რეკლამა მაყურებელს ძლიერ მოანდომოს პროდუქტი და მისი შეძენისკენ უბიძგოს. სინამდვილეში, რეკლამებში საჭმელი თითქმის არასდროსაა. რეჟისორები ვერ იტანენ საკვებ პროდუქტებს, რადგან გადაღებების პროცესში ეს პროდუქტები არაპრაქტიკულია. მათ ხელის შეშლის მეტი არაფერი შეუძლიათ. მით უმეტეს არც ისეთი მადის აღმძვრელი და გამომწვევი ფორმები აქვს. მათი ხასხასა ფერები რეკლამებში მხოლოდ საღებავებია. თაგვი და ყველი. ამ მითის გავრცელებაში ალბათ მულტიპლიკაციური სერიალი ტომი და ჯერიცაა დამნაშავე. ჯერი მუდამ ყველს დაძდევს. რეალურ სამყაროშიც ხშირად დებენ თაგვის ხაფანგში ყველს. სინამდვილეში ყველი თაგვს ისევე იზიდავს, როგორც სხვა ნებისმიერი საკვები პროდუქტი. თაგვები კი ჭამენ თითქმის ყველაფერს, რაც იჭმება. მე-20. ბელკა და სტრელკა. ბელკა და სტრელკა არ იყვნენ
პირველი ძაღლები, რომლებიც კოსმოსში გაფრინდნენ. მანამდე უამრავი ცხოველი გაუშვიათ კოსმოსში. მათგან პირველები იყვნენ ეზოს ძაღლები, ეზიკი და ციგანი, რომლებიც 1951 წლის ივლისში აფრინდნენ 100 კილომეტრის სიმაღლეზე. ეს ითვლება კოსმოსის ფორმალურ საზღვრად. აი ნამდვილ კოსმოსურ ორბიტაზე კი პირველად გავიდა ლაიკა 1957 წლის 3 ნოემბერს. მაშინდელი კოსმოსური ხომალდების უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო, ასე რომ ლაიკა თავის კაფსულაში დაიცვა. 21. მოლოტოვის კოქტეილი მოლოტოვს არ გამოუგონებია. მოლოტოვის კოქტეილი მოლოტოვმა კი არ გამოიგონა, არამედ მოლოტოვის წინააღმდეგ გამოიგონეს ფინელებმა. ცეცხლის გავრცელების ეს მარტივი საშუალება პირველად გამოყენებული იქნა ფინელების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ომში. სახელი კი დაარქვეს იმის გამო, რომ თვლიდნენ რუსეთ-ფინეთის ომი სწორედ ამ უმკაცრესმა გენერალმა წამოიწყო. ეს მოფიქრება ძალიან მოეწონათ ინგლისელებს და მას უბრალოდ სახელი შეუცვალეს. თავდაპირველი სახელი კოქტეილი მოლოტოვისთვის შეცვალეს სახელით მოლოტოვის კოქტეილი. ამ ყველაფრიდან იმ დასკვნის გამოტანა შეგვიძლია, რომ არა მარტო ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ტყუილები ასე სწრაფად და დამაჯერებლად ვრცელდება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტყუილი ყველა ეპოქაში უფრო სწრაფი და დამაჯერებელია, ვიდრე სიმართლე. ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია სწორი წყაროთი უნდა გადამოწმდეს.